ხალხს დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მოგეხსენებათ წელს მე-10 საიუბილეო კონფერენცია გახლავთ, რომელიც ასევე საიუბილეო თარიღს ეძღვნება. From the Shuta Rustaveli Institute of Georgian Literature. Მის პროცესები, რომელთაც ხვდებით მე-18 საუკუნეების საქართველოში, ევროპაში მიმდინარე კულტურული პროცესების გამოძახილია. აჯანყებულებსა და წითელი არმიის ნაწილებს სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, ესეც ვიცით. კულტურული იდენტობის საფრთხე, ამიტომ განმანათლებლური ტენდენციები უფრო ეროვნული იდეალების მოკლედ წელს უკვე მე-10 ტარდება, მე-10 საიუბილეო წელია, რაც ტარდება ჩვენი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია არქივცოდნეობა, წყაროцოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები. ტრადიციულად უამრავი მომხსენებელი გახლავთ, წელს დაახლოებით 200-მდე მოხსენება იქნება წაკითხული ამ კონფერენციის ფარგლებში. საგანგებო ადგილი კონფერენციაში დაეთმო და ერთი ძალიან დიდი სექცია დაეთმო მეფე ვახტანგ მე-6-თან დაკავშირებულ მოხსენებებს, იმიტომ რომ წელს გახლავთ, როგორც იცით ალბათ, წელს გახლავთ მეფე ვახტანგ მე-6-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილე და ჩვენ ამ იუბილეს ამ კონფერენციითაც შევხვდით. იმუნიტეტი თავის თავში, რა თქმა უნდა, გულისხმობდა საგადასახადო შეუვალობას, ადმინისტრაციულ შეუვალობას. Perhaps a second ambassador sent because of the delay of the monk to return. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენ ახაიე, ატიკური ფორმით ახაია, რაც აღნიშნავს თესალიისა და პელოპონესის გეოგრაფიულ რეგიონებს და გამოიყენება ასევე ქალაქის სახელად. განეკუთვნებული უნდა იყოს ამ სიტყვაში თავდაპირველად იქამას არსებობი. ჩარეგინებია პერიკუსი ეს არის მისი ნაპირისი აქ აღნიშნავ ბერძნების მიერ აშენებულ რამდენიმე ტაძარს, რომელიც ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა. ის ბრძანა ოსტატ პოლიტოს სოფელ ოფეთში გამგზავრება და პირობის შესრულება. ეს კაცი გამხარია, დაკარგულია. ჩემი მიზანი იყო რომ მისი ბიოგრაფიის გარკვეული დეტალები. My relation with the Georgian themes of investigation comes from the search in the archives of Spain of Greek documents. There are two documents written in Greek that are related to two embassies of two Georgian kings, King Simon I of Kartli and Timur I of Kakheti. And from that point of view, I began to study and to investigate and to make research about the relations of the Habsburg monarchy, the kings of Spain, with Georgia. And then I crossed to the Emperor Charles V, and there are some contacts of, I know that there were some contacts of Charles Emperor V with Georgian kings in that time. And I wanted to present all those notices, all those news we have of the contacts that Emperor Charles V had with Georgian kings.